ბათუმური საღამოები გრძელდება პროექტის ფარგლებში დღეს ბათუმელების წინაშე პოეტი ბელა ქებურია წერს დგა და საკუთარი შემოქმედება კიდევ ერთხელ გაუზიარა. საღამო სასტუმრო გალოგრეში გაემართა მას პოეტის მეგობრები და მისი პოეზიის თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ. პროექტ ბათუმური საღამოების ავტორი ზაზა ფირცხალაიშვილია. ის მსგავს საღამოებს უკვე მეორე წელია მართავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფეხბურთელ, რეზო ჩელებაძისა და მომღერალ ლაშა ღლონტის საღამოების ორგანიზება. დღეს არის ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ქალბატონ ბელა ქებურიასთან, ბრწყინვალე შემოქმედთან, ქალთან, რომელთანაც ჩემი აზრით მთელი ქალაქი ვალში არის და ეს შეხვედრა არის ერთგვარი პატივისცემა და მადლიერება მის დამი, რომ ის ჩვენს ქალაქს უანგაროდ ემსახურება ამდენი წელია და ახალი ენერგია რომ გააგრძელოს კიდევ ასეთი შესანიშნავი შემოქმედებითი პროცესი. ეს პროექტი უკვე 2 წელია ტარდება და ვფიქრობ თაობათა შორის ურთიერთობა ძალიან უწყობს ხელს, ასევე თვითონ მოწვეული სტუმრების შემოქმედების და ბიოგრაფიის წარმოჩენას. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს მომღერალ ლაშა ღლონტისა და ფეხბურთელი რეზო ჩელებაძის საღამოები. დღევანდელი დღე ჩემთვის როგორც შემოქმედისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ბათუმური საღამოები ეს პროექტი არაჩვეულებრივი არის იმ თვალსაზრისით, რაც ბატონი ზაზა ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით კეთდა, მე მით არის არაჩვეულებრივი, რომ ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მსმენელის წინაშე გამოვიდა და ჩვენი ხმით წავიკითხოთ ჩვენი ლექსები.